მოსკოვი თბილისისგან ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარებას, მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების გაფორმებას და ანტირუსულ გამოვლინებებში მონაწილეთა დასჯას ითხოვს და როგორც ირკვევა ელოდება კიდეც. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე ისაუბრა. რუსული მედიის წარმომადგენელმა ზახაროვას კითხა, რამდენად რეალურია მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ოკუპირებულ აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება იგეგმება. სააკაშვილი უკვე პოლიტიკურ არარაობაში გადასული ცდილობს ნებისმიერ ფასად შეახსენოს საზოგადოებას თავი, დისკრედიტაცია გაუკეთოს საქართველოს მთავრობის პრაგმატულ ხაზს ჩვენი ქვეყნის მიმართ და საერთოდ საერთაშორისო საქმეებში, დაანგრიოს ორმხრივ თანამშრომლობაში არსებული ნებისმიერი ჯანსაღი ტენდენცია. ხოდაშორის სწორედ ეს თანამშრომლობა თბილის ხელშესახებ სარგებელს აძლევს და დიდწილად უზრუნველყოფს რესპუბლიკაში ეკონომიკური განვითარების რეკორდულ ტემპებს. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობაც სააკაშვილის ტრაგიკული მემკვიდრეობის ნაწილია. მისი აღდგენის ინიციატივა საქართველოსგან უნდა მოდიოდეს. ასეთი შესაძლებლობისთვის ღია ვართ, თუმცა დღეისთვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება თბილისის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებას, ჩვენ უკვე დიდი ხანია მოუწოდებთ საქართველოს ამისკენ. ველოდებით, რომ ქართული მხარე აღიარებს ამიერკავკასიაში არსებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას და უახლოეს მომავალში დაიწყებს პრაქტიკულ მუშაობას აღნიშნული დოკუმენტების მომზადებისა და ხელმოწერის მიმართულებით. Добрый день, Мария Владимировна. ზახაროვამ ასევე ისაუბრა საქართველოში რუსოფობიაზე და იმედი გამოთქვა, რომ თბილისი რუსოფობიის აღსაკვეთად ზომებს მიიღებს. ანტირუსული გამოვლინებები გამოძიებული უნდა იყოს. დამნაშავეები კი დასჯილები, ამბობს ზახაროვა პრორუსულად განწყობილი ქართველი ჟურნალისტის ნიკოლოზ მჟავანაძის კითხვის პასუხად, რომელიც დაინტერესდა რუსეთის წინააღმდეგ საჯარო რიტორიკამ შეიძლება თუ არა ხელი შეუშალოს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო და ტურისტული კავშირების განვითარებას. საქართველოში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული ცალკეული სერიოზული ინციდენტები დაფიქსირდა, რაც რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებასა და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. ველით, რომ თბილისი მიიღებს ამ უმწურავ ზომებს რუსოფობიის აღსაკვეთად და სრულად უზრუნველყოფს საქართველოში ჩასული ყველა რუსეთის მოქალაქის უსაფრთხოებას. ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები პასუხისგებაში მიცემული. ჩვენთვის უპირობო პრიორიტეტად რჩება იმ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოში როგორც ტურისტული, ისე საქმიანი მიზნებით ჩადიან. ქართული ოცნების მიმართ პოზიტიური განწყობების მიუხედავად ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ ზახაროვას განცხადებები მათთვის საინტერესო არ არის. უსაფრთხოება კი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის უნდა იყოს დაცული. სემინარი და განმეორდეთ. არა, მე ვკითხულობ სერიოზული პირველი ნომერი ადამიანების პოლიტიკაში ვინც არიან იმათ განცხადებებს. ახლა თუ ვინმე კლერკია, ის არის კლერკი ერთ-ერთ სამინისტროში. რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებასაც ვიცავთ. საუდის არაბეთის მოსახლეობის ტურისტების უსაფრთხოებასაც დავიცავთ. ბანგლადეშელი ტურისტების უსაფრთხოებასაც დავიცავთ და თქვენი როგორც ჟურნალისტების უსაფრთხოებასაც დავიცავთ. ჩვენთვის არ არის ეს საინტერესო, ვინ რა სიტყვის იქ. არა მხოლოდ მოსკოვში, სხვაგანაც გვაქებენ. როდესაც შენ ამერიკაში მაგალითად სახელმწიფო ინტერესებში შედის, რომ აქ ტურისტმა მიუხედავად მისი ეროვნებისა, კარგად იგრძნოს თავი. რატომ? იმიტომ რომ ის არის შემოსავლების მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიუჯეტისთვის. საქართველოში რუსოფობიის გაძლიერებაზე ირაკლი კობახიძემ ჯერ ვრცელ წერილში, შემდეგ კი აგვისტოს ომის მე-18 წლის თავზე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ქვეყანაში რადიკალური ანტირუსული განწყობები დიპ სტეიტის გეგმებს უკავშირდება და საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ახალი კამპანიის ნაწილია.